დიახ, ბოლო ინფორმაციას მოგაწვდით, დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრი, მათ შორის რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. უცნობია, სად გადაიყვანეს ნიკა მელია, რატომ ჩასვეს ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილში. ასევე ჩვენი ინფორმაციით დაკავებულია ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. სულ ცოტა ხნის წინ აქ უკიდურესად დაძაბული იყო ვითარება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ინციდენტის ადგილას უპრეცედენტო დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რამდენჯერმე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცველები და აქ მყოფი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსები. აქ იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები. ჩვენ შეგვიძლია ახლა გავესაუბროთ გიორგი ბოტკოვალს. რის თქმა შეგიძლია ცოტა ხნის წინ ნიკა მელია დააკავეს, ასევე დააკავებულია ჩვენი ინფორმაციით ბაჩო დოლიძეც, ზვიად კუპრავაც. არაფერი საქმე გვაქვს კრიმინალურ ბანდასთან და არა ხელისუფლებასთან და სამარცხვინოა, რასაც ხედავდით დღეს პოლიციელების მხრიდან. იმის მაგივრად, რომ სასწრაფოდ გამოძიება ქონოდა დაწყებული და დაეწყოთ ძებნა იმ ადამიანებისა, ვინც ის კრიმინალი ჩაიდინა და ცემა დღეს ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი, თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე და ჩვენი მეგობრები კიდე ადამიანები ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები, აი აგერ თავს დაესხნენ პოლიტიკოსებს, დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე, ზვიად კუპრავა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების განთავისუფლება. დღეს იმ დროს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნასთან იდგა და იქიდან მოძღვრავდა რაღაცებს, ისიც არის აი ამ დამოვალებელი მთავარი კრიმინალი, რომელიც ავალებს პოლიციელებს ესეთი დანაშაულებრივი საქმეების კეთებას. ირაკლი ეძგვერაძე არის სასტიკად ნაცემი, სულ ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების რეანიმობილმა ის შესაბამის კლინიკაში გადაიყვანა. მასთან ერთად ნაცემია კიდევ რამდენიმე პირი და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრთან მოვიდნენ ადამიანები, დაახლოებით 50-მდე პირი დაესხა მას თავს და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ის ანგარიშწორება ორგანიზებული იყო კანონიერი ქურდი შუკაკიძის ძმის მიერ, რომელიც არაერთ საქმეში ფიგურირებს. ასევე სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა სხვა ნაცემი ადამიანები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა ხდებოდა რამდენიმე წუთის წინ ადგილზე. აქ რატოდ განან ეს ადამიანები? რამეს არკვევენ სიახლეს, რამე არ იცოდნენ? აი ეს მაინტერესებს. ხო ყველაფერი ჯერ იმათ რა უთხარი, ვითომ კრიმინალური არ ვიცი მენტალიტეტ მქონე ადამიანები, რო იციან რომ ხელს არავინ არ მოკიდებს აქ. ხო ხედავ პოლიცია იქეთ შევეძო გადმოდის თავდასხმაზე. 50 კაცი ისე მოვიდა აქ, ისე მოაცილეს, კაციშვილს არ გაშენია. ამდენი შეკითხვა. ხუბი რატომ დაიწყო რა? არ ვიცი, რა ვიცი, აი პოლიციელად მოაქვს თავი და თქვენ კრიმინალები ხართ. თქვენ იხილეთ ხო პოლიტიკური გამოსვლა ირაკლი ეძგვერაძის საკრებულოში, რომელსაც პროვოკაცია მოუწყო ქართული ოცნების დეპუტატმა საკრებულოში, რომელიც ამ დროს არის კალაძის დაახლოებული პირი, კანონიერი ქურდი შუკაკიძე და მისი ასე თქვა ძმები, პოლიციის რეალური აგენტები, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებში უბნები დაარბიეს შეიარაღებულებმა, ხო? ყველა მოქმედი პირი და შემსრულებელი იმ დარბევებისა და დღევანდელი უმოწყალო დარბევისა არის ანალოგიური. ერთი და იგივე ხალხი არის. ქალებსაც შეეხნენ და არასრულწლოვან ბავშვებსაც, ხო? ეს არის კორცხელი მეხუთე ხარისხში აყვანილი. აი რაც მოხდა კორცხელში, იმაზე გაცილებით ძიმე შემთხვევა იყო. მოულოდნელად მოგვივარდა 40-50 კაცი კრიმინალური ავტორიტეტი გუჯა შუკაკიძე ვიცანი. და ტატო ხუნდაძე შუკაკიძის ძმის დაორგანიზებული არის ეს თავდასხმა თქვენია. 50 კაცი იყვნენ, კი იყოფებოდა უშუალოდ ის. აი კონსტანტინე ზარნაძესთან დაახლოებული პირი, კალაძის უახლოესი მეგობარი ხა, ყველამ კარგად იცის ეს კალაძის დაორგანიზებული უშუალოდ არის ზარნაძემ, იმიტომ რომ ამ ფაქტს მოყვა.
ეს რაც მოხდა 50-მდე კაცი მოგვივარდნენ ბიჭი სასტიკად გაგვისწორდნენ შემიძლია ვთქვა რომ სიკვდილს გადაურჩით აი შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით იყვნენ მე პირადად რავი სავალიშო გირები მაგ გარაში ბიჭების და გირი ჩამარტეს ორჯერ რავი გამთიშეს სასტიკად გაგვისწორდნენ ასე ვთქვა რატომ უნდა უნამუსოებო თქვენ უნამუსოებო ხალხს ხერს როგორ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ვითარება აქ განმუხტულია, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, ასევე აქ იმყოფებიან პოლიტიკოსები და მე შემიძლია გაჩვენოთ ახლა ის ადგილი, სადაც შეუვარდნენ სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრს ირაკლი ეძგვერაძეს შეიარაღებული პირები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი იყვნენ ხელკეტებით, ასევე მათ ჰქონდათ რკინის გირები, სასტიკად არის ნაცემი თავად ირაკლი ეძგვერაძეც, მისი მეგობრებიც, აი ეს ტერიტორია არის ახლა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა რომ გაჩვენოთ უშუალოდ ის ადგილი, სადაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი სულ ცოტა ხნის წინ. საავადმყოფოში არის გადაყვანილი თავად ირაკლი ეძგვერაძე, ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს ნიკა მელია, ასევე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასევე დაკავებული არის ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. ამ თავდასხმას წინ უძღოდა ხმაური და დაძაბულობა თბილისის საკრებულოში, სადაც ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ უკვე ფიზიკურად გაუსწორდნენ ირაკლი ეძგვერაძე და ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი კონსტანტინე ზარნაძე. იმდენად დაიძაბა ადგილზე ვითარება, რომ ჩარევა გახდა აუცილებელი მანდატურის სამსახურის თანამშრომლების შესვენებაც კი გამოცხადდა თბილისის საკრებულოს სხდომაზე და ამიტომ აქ მყოფ ადამიანებს, პოლიტიკოსებს და ირაკლი ეძგვერაძის მეგობრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს თავდასხმა ორგანიზებული არის ქართული ოცნების მიერ.